მარჯანიშვილის სტუდიაში თეატრში იყო სტუდია ეგეთი მუსიკალური მახსოვს გენო მუშაობდა მამედოვი ხმის რეჟისორად და ამ სტუდიაში იწერებოდა ხარისხიანი ჟღერადობის როკ მუსიკა რა და რამოდენჯერმე მოხვდი ამ სტუდიაში იქ ვცხოვრობ რა და ეს ყველაფერი იწერებოდა ეგრეთ წოდებულ ლენტაზე, ბაბინაზე რა. და როდესაც დაუკრავდნენ, იმიტომ რომ ეხლა თავიდან და 5 და 10 და 200 კანალი გაქვს მიდი დაუკრავ. ეგრეთ სად იყო ერთი ერთად უნდა ჩაგეწერა მაშინ. დაახლოებით 4 ის იყო რა ქვია რა ლაინი და რასაც ჩაწერდნენ ხოლმე ზედმეტი რაც იყო რა ამ ლენტაზე რა სიტყვაზე ბიტის რა. სანამ დაუკრავს ხო დრამერი ხურდება ის რა. ამებს ხო ჭრიდნენ მე სამ მონტაჟის დროს და აგდებდნენ ამ ლენტაზე. და ანჩეს უკვე 3 წუთიანი 4 წუთიანი რაღაცა ამ ლენტებს ვიღებდი და ვინახავდი და ვაბავდი მე. და არა ჰიპ-ჰოპის ბიტი საიდან მოდის ხო? მაიც და ესე პირიდან ლუპებს აკეთებდი. ხო, ამას ხო ყრიდა გენა და არ გადაკარო მეთქი რა და მე ლენტი ის სკოჩით ვაბავდით და მე შეიძლებოდა იმის გადაწერა და გამრავლება. და მიდიოდა 3 წუთი და იმინა OG ყოფილხარ თო ეგეთი რაღაცები. და რომ მივდიოდი მარჯანიშვილის სტუდიაში ვარანცოვიდან გზაში თავში მედორო და დასაო კუჩაში და ბაზრო ბრებს მოძრაობას უყურებდა кайფო ბერს ზოგსაც ვია ჯინსი ზოგია ტარებს კებს ფეხებზე მკიდია და ვუმატებ ტებს